თანამედროვე ფსიქოლოგები ქალის პიროვნების ტოტალურ დეგრადაციას იწვევენ. მათი მთავარი რჩევები როგორ გამოიყურება. შეიყვარე შენი თავი, აპატია შენს თავს, მიიღე შენი თავი ისეთი როგორიც ხარ და ასე შემდეგ. და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი სასიამოვნოდ ჟღერს. მაგრამ როდესაც ქალი მაგ ყველაფერს ითვალისწინებს, მალევე მისი ქმრის ყველა ქცევა იწყებს მის გაღიზიანებას. რატომ? იმიტომ რომ ვიღაც ჭკვიანი და ბრძენი პიროვნების ანტურაჟის მქონე ფსიქოლოგმა მას უთხრა რომ თურმე ის საუკეთესოს იმსახურებს. მთელი ამ ფსიქოლოგიური გაკვეთილების შემდეგ ქალს უჩნდება ის შეგრძნება რომ თუ მე დედოფალი ვარ, მაშინ სად არის ჩემი სასახლე, სად არიან ჩემი მსახურებიო? და კი, შეიძლება ფანტაზიაში ვაბუქებ და შეიძლება ქალს ბევრად ნაკლებზე გაუჩნდეს პრეტენზია. მაგრამ აზრს მიხვდით რომ ეგ არის ყველაზე მოკლე გზა იმისთვის რომ ქალმა დაიწყოს იმ ყველაფრის გაუფასურება, რაც დღეს და ახლა მას გააჩნია. მარტივი ლოგიკაა, ვთქვათ მე ყოველდღე ვჭამ ციციბურას და მოხარშულ კვერცხს. ვიღაც ფსიქოლოგმა კი ვიდეოდან ან კონსულტაციაზე მითხრა რომ შენ ბევრად მეც იმსახურებ, კარგად დაფიქრდი, რა გინდა რომ გქონდესო? რა მინდა და სტეიკი მინდა ახალი დაკლული საქონლის ხორცისგან? და ეგ მინდა რომ ყოველდღე ვჭამო. ის კი ბრძნული სახით მპასუხობს რომ თუ ეგ გინდა, ესე იგი შენ მაგას იმსახურებო. მთელი პრობლემა კი იმაშია რომ თუ მე მაგას დავუჯერებ, მაგ დღიდანვე ციციბურას უბრალოდ შევიძულებ. ცოლს კი როგორც არაფრის მაქნის მოღალატედ შევაფასებ, რომელიც ყოველდღე მაგ უგემურ საჭმელს მიმზადებს. და იცი რაზე უნდა დაფიქრებულიყავი მაგ დროს? იმაზე რომ ეგ ციციბურად შეიძლება არ გქონოდა. მე მეცაც გეტყვი. უმეტეს შემთხვევაში ჩვენ რომ დავჯდეთ და ობიექტურად რომ შევაფასოთ მთელი შენი ცხოვრება და შენი პიროვნება, დიდი ალბათობით შენ მაგ ციციბურასაც კი არ იმსახურებ. თუ შენ აუფასურებ იმას რაც გაქვს, ესე იგი შენ მაგასაც კი არ იმსახურებ. ზუსტად ამიტომ უნდა იყო მადლიერი იმისთვის რაც გაქვს რომ შემდეგ უკეთესი დაიმსახურო. როდესაც შენ ასე უდგები საკითხს, შენ შინაგანად გავსებს მადლიერების შეგრძნება. ხოლო როდესაც გეუბნებიან რომ შენ საუკეთესოს იმსახურებო და როდესაც შენ იჯერებ მაგას, მაგ ვითარებაში შენ შინაგანი დეფიციტი გიჩნდება. მოგვიანებით კი საერთოდ უბედური ხდები. უბრალოდ აი ამ წამსვე მოიძიეთ ინტერნეტში ყველაზე მეტი ავტორიტეტის მქონე ფსიქოლოგის სტატია ან ვიდეო ლექცია. საუბრის 90% რაღაცებს მიედმოედება და ხლართავს იმისთვის რომ ჭკვიანი გამოჩნდეს. დანარჩენი 10% კი არის შეიყვარე შენი თავი. იმდენად უნდა გიყვარდეს შენი თავი რომ ვერავინ ვეღარ უნდა მოახდინოს შენზე გავლენა. სხვისი აზრი არ უნდა გაინტერესებდეს. ანუ გამოდის რომ ქმარს აღარ აქვს უფლება რომ ცოლზე მოახდინოს გავლენა. იმიტომ რომ ძლიერი და დამოუკიდებელი ქალი ქმრის აზრზე ვერ იქნება დამოკიდებული. შემდეგ კი კიდევ უფრო უარესს ამბობენ, მიიღე შენი თავი ისეთი როგორიც ხარო. და აქ თავისთავად შენს ნეგატიურ თვისებებზე გესაუბრებიან, რომ მიიღო და შეეგუო რომ ასეთი ხარ. რატომ უნდა შეიცვალო საერთოდ უკეთესობისკენ? უბრალოდ მიიღე შენი თავი ისეთი როგორიც ხარ. ეს ხომ ბევრად მარტივია, მარტივი კი არა გენიალურია. რას ნიშნავს ეგ საერთოდ? იმას რომ არსებობს ობიექტური მორალი რომელიც განსაზღვრავს კარგსა და ცუდს. შენ კი ობიექტური მორალის მიხედვით ცუდად რომ იქცეოდი სინდისმა შეგაწუხა და მაგიტომ მიხვედი ფსიქოლოგთან. ის კი გეუბნება რომ სინდისი რომ გაწუხებს ეგ არანორმალური მდგომარეობაა. მიიღე შენი თავი ისეთი როგორიც ხარ. ანუ ამოიჭერი სინდისი ბრმა ნაწლავივით და რაც შეიძლება შორს მოისროლე რომ აღარ შეგაწუხოსო. გამოდის რომ შენს თავში შენი ცუდი ქცევები ნორმად დაამკვიდრეო. ამის შემდეგ კი უკვე ცუდს აღარ ჰქვია ცუდი. ცუდს ჰქვია მე რა, მე ასეთი ვარ. მე მივიღე ჩემი თავი ისეთი როგორიც ვარ. და ამ დროს პარალელურად ქმარი და მათი შვილები ქალის ამ მდგომარეობას ხედავენ. სადაც მან მიიღო თავისი თავი ისეთი როგორიც არის და გაუმჯობესება აღარ უნდა. ხო და როგორც კი ეთქვის თავის ცოლს რას აკეთებ, ეგ ცუდი საქციელია, ეგრე არ შეიძლება, ასე და ასე უნდა ქნაო. ცოლი მიუბრუნდება და უპასუხებს, რა ვქნა მე ასეთი ვარ, მიმიღე ისეთი როგორიც ვარო. საქმე კი იმაშია რომ რეალურ ცხოვრებაში შენ როგორიც ხარ მასეთი შენს მშობლებსაც კი არ მოსწონხარ. თუ შენ ცუდად იქცევი, არ სწავლობ გარკვეულ მორალურ და ეთიკურ ნორმებს თუ არ იცავ, შენი მშობლები არ იქნებიან კმაყოფილი და მაგ უკმაყოფილებას შენს მიმართ გამოხატავენ. და ეგ მასეც უნდა იყოს, იმიტომ რომ მასეც ცდილობენ რომ დაგანახონ სწორი გზა. ისე ძალიან საინტერესოა, მაგ ბრძენი და თავდაჯერებული ანტურაჟის მქონე ფსიქოლოგებთან რომ მისულიყო ბომში რომელსაც შარდის სუნი ასდის. აი უბრალოდ ექსპერიმენტის მიზნით უნდა მიიყვანო და უნდა უთხრას მას რომ მე თქვენი ერთი ვიდეო ვნახე სადაც ამბობთ რომ შეიყვარე შენი თავი, მიიღე შენი თავი ისეთი როგორიც ხარო. ისეთი უნდა უყვარდე ყველას როგორიც ხარო. ხო და მაინტერესებს, მე როგორიც ვარ ისეთი შეიძლება რომ ვუყვარდე ადამიანებს. პარალელურად კი ოთახში უკვე ნეხვის სუნი დგას. როგორ ფიქრობთ რანაირად დასრულდებოდა ეგ შეხვედრა? ზუსტად ამიტომ, როდესაც ქალს უმთავრდება არგუმენტები, ან უბრალოდ როდესაც არ უნდა გაუმჯობესება, ის გეტყვის რომ შემიყვარე მე ისეთი როგორიც ვარო.
ზოგადად ფსიქოლოგიას არ უყვარს საქციელების შეფასება. ფსიქოლოგიაში კარგი და ცუდი არ არსებობს. ფსიქოლოგიის თვალსაზრისით შენ არ გაქვს უფლება რომ შენს ცოლს უთხრა რომ ის ცუდად იქცევა. ფსიქოლოგია არ თვლის რომ პატივისცემა და სიყვარული უნდა დაიმსახურო. შენ უბრალოდ უნდა მიგიღონ და უნდა უყვარდე ისეთი როგორიც ხარ. და ნებისმიერი პრეტენზია იმაზე რომ შენ ცუდად იქცევიო ფსიქოლოგიისთვის პირადი საზღვრების დარღვევას და ფსიქოლოგიურ ტერორს ნიშნავს. ფსიქოლოგია ქმარს რომელსაც ცოლთან პრეტენზია აქვს ნუ იქცევი ცუდადო, არ ქმნის მოძალადეს და აბიუზერს. შუალედური დასკვნა. ქალების ფსიქოლოგები ქალს აძლევენ ისეთ ინსტრუმენტს რომელიც მათ პიროვნულ დეგრადაციას უწყობს ხელს. უმეტეს შემთხვევაში აჩქარებს კიდევაც მაგ პროცესს. თანამედროვე ფსიქოლოგია შეიძლება ითქვას რომ აცრასავით არის რომელიც გიცავს საკუთარი თავის მიმართ კრიტიკისგან. ერთადერთი კრიტიკა საკუთარი თავის მიმართ რაც მე მომისმენია მათგან არის ზედმეტი წონა, ზედმეტი თავგანწირვა და ზედმეტი მოკრძალებულობაა. დანარჩენს არ აუშავს, მეტი არაფერი გაქვს გამოსასწორებელი. და ახლობლები სულ რომ განგსჯიან ცუდად იქცევიო, ეგ ფეხებზეა დასაკიდებელი. ფსიქოლოგმა ხომ გითხრა დაიკიდე მათი აზრი, მათ არ უყვარხარ ისეთი როგორიც ხარო. შემდეგ კიდევ უფრო უარესს ეუბნებიან ქალს. დააყენე შენი თავი პირველ ადგილზე. მამაკაცი ფიქრობს, კარგი, მეორე ადგილზე მაინც ვიქნებიო. მაგრამ სამწუხაროდ მეორე ადგილი არ არსებობს. შენ უბრალოდ ქალის ემოციური დაკვეთების დაკმაყოფილების თანამდებობაზე ვაკანსიას გთავაზობენ. სადაც ხან მისი უდიდებულესობის კვება მოგიწევს, ხან კი მისი სხვებთან ფლირტის ატანა. ფსიქოლოგია ქალებს პირდაპირ ეგოისტურ კმაყოფას სთავაზობს, რომელსაც ბედნიერებას უწოდებენ. უბრალოდ დააკვირდით მაგ ეგრეთ წოდებულ ძლიერი და დამოუკიდებელი პიროვნების ჩამოყალიბების გზაზე მდგომ ქალებს, როდესაც ისინი ვინმე ფსიქოლოგის ლექციებზე იკრიბებიან. ისინი ყოველთვის იღიმიან. არის მიზეზი, არ არის მიზეზი, მაინც იღიმიან. წყნარად საუბრობენ თუ ეკამათებიან ერთმანეთს, მაგასაც ღიმილით აკეთებენ. და იცით რატომ? იმიტომ რომ თუ შენ არ იღიმი, ესე იგი ბანძი ხარ. ვისაც უკვე გამოვლილი აქვს ეს სცენარიის დაადასტურებს რომ როგორც კი ქალმა დაიწყო ფსიქოლოგიით დაინტერესება, მეორე დღესვე გაიქცა სილამაზის სალონში ან ფიტნეს კლუბში. და რომ ვკითხო მას რისთვის და ვისთვის აკეთებ მაგ ყველაფერს, შენ ხომ გითხრა ფსიქოლოგმა რომ გარშემო მყოფთა აზრი არ უნდა გაინტერესებდესო. ქალი კი კლასიკურად გიპასუხებს. მომისმინე ჯიგარო, რომ იცოდე რა, მე ამას უბრალოდ ჩემთვის ვაკეთებო. მე უბრალოდ ჩემთვის ვაკეთებ, არის ყველაზე გავრცელებული და ყველაზე მარტივი აიკიდოს ილეთი. თქვი ეგ ჯადოსნური სიტყვათა კრებული, მე უბრალოდ ჩემთვის ვაკეთებო და გაათეთრებ აბსოლუტურად ყველა იმ საქციელს, რაც შენს პიროვნულ დეგრადაციას უწყობს ხელს. თუ შენ რეალურად უბრალოდ შენთვის აკეთებ, თუ რეალურად იმიტომ აკეთებ რომ სარკეში რომ ჩაიხედები ან არეკლამა რომ გაგაბედნიეროს, მაშინ გაიკეთე მაკიაჟი, ჩაიცვი გამომწვევად და იჯექი სარკესთან. გარეთ რაღაცომ გადიხარ. სახლში ხომ უფრო მეტი სარკეა ვიდრე გარეთ. ჩაიცვი აი ის სექსუალური კაბა და მაღალქოსლიანი ფეხსაცმელი და შედი სამზარეულოში. მაგრამ არა, რატომღაც მას ეგ შემოთავაზება რაღაც საიდუმლო მიზეზების გამო არ მოეწონება. და თავისთავად მაგ ყველაფერს აუცილებლად განიხილავს თავის ფსიქოლოგთან. თუ ქალმა ძალიან დაიწყო ამ თანამედროვე ფსიქოლოგიით დაინტერესება და თუ უკვე ძალიან შეყვა, მაშინ მას ძალიან გაუჭირდება ადამიანურობის შენარჩუნება. იმიტომ რომ ადამიანურობა არის ისეთი რაღაცების კეთების ჩვევა, რაც უბრალოდ საჭიროა და სწორია. ან უბრალოდ ცუდი რაღაცების არ კეთება, იმიტომ რომ არ შეიძლება. თანამედროვე პოპულარული ფსიქოლოგია კი პირველ ადგილზე სულ სხვა რაღაცას აყენებს. უშუალოდ ეგოისტური საწყისის კვებას აყენებს, როგორიცაა პირადი ეგო, პირადი სურვილები, პირადი საზღვრები, პირადი ემოციები, პირადი შეგრძნებები, ოცნებები, ფანტაზიები და ასე შემდეგ. მაგალითად, თუ ცოლს სხვა შეუყვარდა, ფსიქოლოგიაში არ არსებობს არც ერთი არგუმენტი, რომელიც მას შეაკავებს. საჯაროდ ეგ ყველაფერი არ ჩანს, მაგრამ ძალიან ბევრი შემთხვევაა, როდესაც ცოლი ქმარს უღალატებს, შემდეგ მიდიან ოჯახის ფსიქოლოგთან. მამაკაცს აქვს იმის იმედი, რომ ოდნავ მაინც შეარცხვენს ცოლს ფსიქოლოგი. იმიტომ რომ ის არ სვამს, არ სცემს, ცუდად არ ექცევა, ყველაფერს გაგებით ეკიდება, ყველაფერს უკეთებს და ზოგადად კარგად ექცევა. მაგრამ რატომღაც ფსიქოლოგი პრობლემის ძიებას იწყებს მამაკაცში. მოკლედ აგიხსნით რატომაც ხდება მასე. ნორმალური ადამიანისთვის მადლიერება არის ქმედება. მაგალითად, მე ჩემს ქმარს ვერ ვუღალატებ, იმიტომ რომ ის მე კარგად მეკცევა და უკვე 5 წელია ერთად ვართ. ანუ ქალი კონკრეტული ქმედებებით, ერთგულებით ამყარებს თავის მამაკაცისადმი მადლიერებას. ფსიქოლოგიისთვის კი მადლიერება არის უბრალოდ ემოციები. ანუ უბრალოდ მადლობა რომ კარგი ბიჭი ხარო გეტყვის და შემდეგ დასაძინებლად წავა ჯემალისთან. იმიტომ რომ ფსიქოლოგიაში არ არსებობს ეგეთი ცნება როგორიცაა მადლიერება. ზოგადად ეს საკუთარი თავის შეყვარება იმ გაგებით რა გაგებითაც გვთავაზობს თანამედროვე ფსიქოლოგია, არის ძალიან სერიოზული ავადმყოფობა.
ყველა ადამიანი საკმარისად ეგოისტია ისედაც, მაგ გაგებით ყველას ისედაც უყვარს თავისი თავი. მარტივი ექსპერიმენტი რომ ჩავატაროთ. შენ, ახლა ვინც მისმე, მზად ხარ რომ შენი სიცოცხლე დათმო და სანაცვლოდ 1 მილიონი ადამიანი გადაარჩინო. ანუ შენი, ერთი ადამიანის სიცოცხლე, 1 მილიონი ადამიანის სანაცვლოდ. შენ მოკვდები, მაგრამ 1 მილიონი ადამიანი გადარჩება. სრული უმრავლესობა, ვინც რეალურად წარმოიდგენს მაგ სცენარს და საკუთარ თავთან გულწრფელი იქნება, უარს იტყვის. ანუ ჩვენ საცოდავ ცხოვრებას უფრო მეტად ვაფასებთ, ვიდრე 1 მილიონი ადამიანის სიცოცხლეს. ხო და იქნებდა დროა უკვე რომ დაფიქრდეთ. იქნებდა ზუსტადაც მაგიტომ განვიცდით და მაგიტომ ვარდებით დეპრესიებში, რომ მხოლოდ ჩვენი თავი გვიყვარს და მხოლოდ ჩვენი თავი გვეწოდება. მაგრამ სამწუხაროდ ამაზე არც ერთი ფსიქოლოგი არ საუბრობს. სამაგიეროდ იმაზე საუბრობს, რომ შენთვის ახლო ადამიანი შენ ემოციებით უნდა გავსებდეს და სანაცვლოდ მაგის ხარჯზე უნდა აკეთო მისთვის რაღაცები. ანუ მხოლოდ იმიტომ, რომ ის შენ ემოციებით გავსებს. სიყვარული კი არის შეწირვა და არა თუ ეგ ემოციები. ემოციები არის უბრალოდ ნეირომედიატორების პროპორციების ცვალებადობა. სიყვარული კი არის თავგანწირვა. როდესაც დედას მთელი ღამის განმავლობაში ბავშვის გამო 2 საათი სწინავს, ალბათ მაგ დროს ის მაგ დადებითი ემოციებით ივსება. თავისთავად ეგ მისი ბიოქიმიისთვის გარკვეული სტრესია. მაგრამ მას უყვარს თავისი შვილი და წირავს თავის წილს მისთვის. და ამის გამო არც ერთი ნორმალური ქალი არ ღიზიანდება. მოკლედ, თუ თქვენს ოჯახის ფსიქოლოგთან აპირებთ ისეთი სიტყვების გამოყენებას, როგორიცაა ვალი, ვალდებულება, მადლიერება და მორალი, მაშინ ჯობია რომ თანამიეკი იქონიოთ. იმიტომ რომ ასეთი ძლიერი სიტყვების შემდეგ შეიძლება ფსიქოლოგმა გონება დაკარგოს და მოსასულიერებელი გაგიხდეთ. მე კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა, რომ საუბარი მაქვს პოპულარულ ფსიქოლოგიაზე, რომლითაც ქალთა 99% ინტერესდება. იმისთვის რომ ვიღაც უცხო ადამიანს გულწრფელად დაელაპარაკო შენს პირად საკითხებზე, მხოლოდ კედელზე მიკრული დიპლომი არ არის საკმარისი. ფსიქოლოგია არის ადამიანური სფერო და როგორც მინიმუმ ფსიქოლოგს სინდისი უნდა გააჩნდეს. მაგის გადამოწმება კი ძალიან რთულია. როდესაც შენ კომპიუტერი მიგაქვს შესაკეთებლად, შენ ფეხებზე გკიდია ხელოს ან სინდისი აქვს თუ არა. ფეხებზე გკიდია ის პიროვნულად კარგი ადამიანია თუ ცუდი. ფსიქოლოგს კი პირდაპირ შეუძლია შენს სინდისზე, ან შენი ცოლის სინდისზე გავლენა. ფსიქოლოგს შეუძლია სინდისი ჩაახშოს მასში, ან პირიქით გამოაღვიძოს. ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ ფსიქოლოგია სულ სხვა რამ არისო. ყველას სულ ფეხებზე ჰკიდია, რომ სხვა რამ არის. ყველას სულ ფეხებზე ჰკიდია, რა წერია 58 წელს დაწერილ წიგნში. თანამედროვე ფსიქოლოგია არის ახალი პროდუქტი და მისი უკვე არსებული აუდიტორია და მათ შორის პოტენციური აუდიტორიაც უკვე მილიონებს აჭარბებს. მილიონობით ქალი ინტერესდება. და ეგ ყველაფერი რაც დრო გადის, მით უფრო კრებს პოპულარულობას. უკვე ყველა ძაღლმა იცის პირადი საზღვრების შესახებ. ყველა ძაღლმა იცის როგორ უნდა იყეფოს სწორად რომ დაიცვას თავისი პირადი საზღვრები. ამასობაში ტრენდული ფსიქოლოგიის გადმოსახედიდან გამოსადეგი ქალი არის და კომპლექსებული პიროვნება, რომელიც ფობიებით არის გატენილი. მისი ქმრისადმი მორჩილი, მოზომილი და მზრუნველი დამოკიდებულება კი აღიქმება როგორც არანორმალური მდგომარეობა, როგორც პათოლოგია. ის რომ ის კეთილია, ემპათიის უნარი აქვს, პატიება შეუძლია, არ ღიზიანდება, ეხმარება ახლობლებს იმის მიუხედავადაც კი რომ ეგ მისთვის არ არის ეგოისტურად მომგებიანი, ეგ თურმე პათოლოგიაა. მოკლედ, თუ ქალმა, შეყვარებულმა, ცოლმა დაიწყო ამ ტრენდული ფსიქოლოგიით დაინტერესება, ნუ რაფერ კარგს ნუ ელოდები. მაგ ვითარებაში შენი მხრიდან ყველაზე ეფექტური იქნება დახურული ვიდეოკურსების შემეცნება, რომ დაწვრილებით გაერკვე ამ საკითხში. დაწვრილებით გაერკვე მის პიროვნებაში, მის ფსიქოტიპში, მის რეალურ ემოციურ დაკვეთებში, რომლებსაც შენ ვერ ფარავ და შედეგად ვერც მართავ. ვიდეოკურსების ბმული ტრადიციულად აღწერაში და პირველ კომენტარშია.